მოგესალმებით უყურებთ ახალბებს პირველზე მე ქეთი მამრიგიშვილი ვარ. ივნისში საქართველოს ეკონომიკა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8.6%-ით გაიზარდა, ხოლო პირველი 6 თვის საშუალო მაჩვენებელმა 7.9% შეადგინა. საქსტატის წინასწარი მონაცემებით ივნისის ეკონომიკურ წინსვლაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა რამდენიმე წამყვანმა დარგმა, მათ შორის დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, მშენებლობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები. მნიშვნელოვანი ზრდაა ჩვენა მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ მაჩვენებელი 5.8%-ით გაიზარდა და 12.925 მილიონ დოლარს მიაღწია. სავაჭრო ბრუნვის ზრდა ძირითადად ექსპორტის გაფართოებამ განაპირობა, რომელმაც წლის პირველ ნახევარში 8.876 დოლარს გადააჭარბა. დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში ზრდა ძირითადად ნავთობპროდუქტების წარმოების მოცულობის გაფართოებასთან იყო დაკავშირებული. ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორში ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო საჰაერო ტრანსპორტის ფუნქციონირებასთან, როგორც სამგზავრო, ისე სატვირთო გადაზიდვების მიმართულებით. მშენებლობის სექტორში კი ზრდა დაკავშირებული იყო როგორც საცხოვრებელი, ისე არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების მშენებლობა. საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სექტორში ზრდას ძირითადად განაპირობებს კომერციული ბანკების საპროცენტო შემოსავლების მატება. კულტურის სფეროს წარმომადგენლების ინიციატივა, რომლის მიხედვითაც ტრადიციების, ეროვნული სიწმინდეების, ისტორიისა და ღირებულების დაცვა საკანონმდებლო დონეზე უნდა მოხდეს პოლიტიკურ სპექტრში განხილვის თემაა. ნაციონალურ მოძრაობაში აქამდე თუ საკითხზე საუბრისგან თავს იკავებდნენ, დღეს ინიციატივას აკრიტიკებენ. მმართველ პარტიაში კი ინიციატივას მიესალმებიან, თუმცა აღნიშნავენ, რომ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით პოზიციას საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებთან შეხვედრისა და შიდა პარტიული განხილვის შემდეგ დააფიქსირებენ. სახელმწიფო პარტიაში ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ინიციატივის შემუშავებისას საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინება მოხდეს. სიწმინდეების დაცვას და კულტურული მემკვიდრეობის დაცვას და ნებისმიერი ღირებულების დაცვას სჭირდება პირველად უფრო გააზრებული და მათ შორის თანამდებობრივი სახელმწიფო პოლიტიკა და არა ეს მასკარადი, რომელსაც ხედავთ. მნიშვნელოვანია იმ ღირებულებების დაცვა, რომელიც საქართველოს მოქალაქედ აქცევს საქართველოს ის წარსული აწყო, რომელიც ჩვენ გვაქვს, არის შემქმნელი მომავლისა და შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ დაცული და გარანტირებული იყოს ჩვენი ქვეყნის მომავალი და სწორედ ამ მიზნიდან გამომდინარე ჩვენი გუნდის ინიციატივით არაერთი საკანონმდებლო ცვლილება იქნა მიღებული. გვაქვს პირდაპირ ხელშესახებად ფაქტები, რომ გარედან დაფინანსებით ადამიანები მიზანმიმართულად ცდილობდნენ, რომ ყველანაირი ღირებული განულებულიყო ჩვენს ქვეყანაში და ეს ყველაფერი გრძელდება 10 წლეულებია და ამ ყველაფრის საწინააღმდეგოდ თუ რაიმე ინიციატივა არსებობს, ეს მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია. ამავდროულად ვნახავთ რა შინაარს, როგორიც არის შემდგომ უკვე შესაძლებელი გახდება ჩვენს გუნდში ამ საკითხის განხილვა. კამპანიურად ესხმიან თავს ქართულ სიწმინდეებს, ქართულ ეკლესიას და ავტორიტეტებს, ისტორიულ ავტორიტეტებს. დღის წესრიგში დადგა ის, რომ საქართველოს მთავრობამ გარკვეული ტიპის რეაქცია უნდა გააკეთოს ამაზე, სამართლებრივი ბაზა უნდა მოწესრიგდეს და ჰარმონიზაცია უნდა მოხდეს წამყვან ევროპულ სახელმწიფოებთან, მაგალითად დიდ ბრიტანეთში ეს სამართლებრივი ბაზა არის მსგავსად მოწესრიგებული, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, დარწმუნებულია, რომ საქართველოშიც წარმატებით იმუშავებს ისევე როგორც ბრიტანეთში. საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საქმეთა დროებით რწმუნებულ სემი დიას შეხვდა, როგორც ვიცე-პრემიერი სოციალურ ქსელში წერს, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. მაკა ბოჭერიშვილის ცნობით საუბარი შეეხო საქართველოსა და შტატებს შორის ურთიერთობებსა და თანამშრომლობის პერსპექტივებს. შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის შესახებ საუბრობენ სახელმწიფო გუნდის წევრები და ამბობენ, რომ ხელისუფლებამ მზად არის სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან კონკრეტული გზამკვლევით აღდგეს. ჩვენ ვართ მთელი ოპტიმიზმით განწყობილები, ამავდროულად ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ნებისმიერ ფორმატში განხილვის შედეგად რეალურ სტრატეგიულ პარტნიორობას მივახციოთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რასაც რა თქმა უნდა თავისი როლი აქვს ელჩს, როგორც ქვეყნის წარმომადგენელს და მნიშვნელოვანია, რომ არა თუ მოვალეობის შემსრულებელი, არამედ ელჩი იყოს დანიშნული ამერიკის შეერთებული შტატების და საქართველოში. ჩვენი ამოცანაა, რომ ჩვენ ღია ვართ ამ ურთიერთობისთვის, ღია ვართ ყველა საკითხის გასახილველად და ორმხრივი ინტერესების დასაბალანსებლად. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ
დიდ და ფუნდამენტურად დიდ ქვეყანასთან გვაქვს საქმე, მაგრამ აქ ლაპარაკი იმაზე კი არ არის, რომ აბსოლუტურად ჩვენი აზრები მოვახვიოთ მას თავზე 60-ნად არ შეიძლება გქონდეს. აქ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ჩვენ დიდ პარტნიორს გავაგებინოთ თუნდაც ის მინიმალური სტანდარტები, რომელიც ჩვენ გადარჩენას ეხება. ნაურუს მთავრობის გადაწყვეტილება ოკუპირებულ ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და ეგრეთ წოდებული აფხაზეთის რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს მნიშვნელოვან დიპლომატიურ წარმატებაც და დიდი შრომის შედეგად ფასდება მმართველ გუნდში. როგორც ქართულ ოცნებაში განმარტავენ, საქართველოს ხელისუფლების მიერ არაღიარების პოლიტიკაზე მუშაობა აქტიურად გრძელდება. ცნობისთვის ნაურუს მთავრობის მიერ ოკუპირებულ ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან და ეგრეთ წოდებული აფხაზეთის რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების შესახებ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად ნაურუს რესპუბლიკამ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება უკან გაიხმო. ამ ყველაფრის უკან ძალიან დიდი დიპლომატიური სამუშაო არის გაწეული. ეს მუშაობა რა თქმა უნდა გრძელდება იქიდან გამომდინარე, რომ კვლავ რჩებიან ქვეყნები, რომლებიც აღიარებენ დამოუკიდებლობას ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის. ჩვენი ამოცანაა, რომ მათაც სუბუქად რო ვთქვათ, აზრი შეიცვალონ, ისევე როგორც ნაურუმ აკეთა ეს ყველაფერი და გრძელდება შესაბამისად ყველანაირი დიპლომატიური არხით ამაზე მუშაობა. ქართული დიპლომატიის წარმატება არა მხოლოდ არ აღიარებს, ანუ იმ ქვეყნების რაოდენობის შენარჩუნებაშია გამოხატული, რომელიც არ აღიარებენ ცალკე სახელმწიფოებად ჩვენს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებს, არამედ ხედავთ, რომ ერთით ნაკლებია ქვეყანათა რიცხვი, რომელიც ამ ყველაფერს აკეთებს და მნიშვნელოვანია, რომ შემცირდეს ქვეყნების რაოდენობა, რასთან დაკავშირებითაც განაგრძობს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქმიანობას. სწორი მიმართულება იყო ის, რომ ვისაც შეეძლო მათზე ზემოქმედების მოხდენა, იმათზე გვემუშავა. და სწორედ იმათზე რო ვიმუშავეთ, იმის შედეგია ეს. იმ ქვეყნებზე რო ვიმუშავეთ, ვისაც შეუძლია ნაურუზე ზემოქმედების მოხდენა, ნაურუზე თან დიალოგის წარმოება, იმ ქვეყნებთან მუშაობის შედეგია ეს ყველაფერი. ეხლა დარჩა კიდევ 3 ქვეყანა, რა თქმა უნდა, აქაც იმ ქვეყნებს, ვისაც შეუძლია იმ 3 ქვეყანასთან ურთიერთობის ისე დალაგება, რომ თქვა ჩვენი ინტერესებიც იქნას გათვალისწინებული, უნდა გააგრძელოს ჩვენმა საგარეო უწყებამ მუშაობა და დარწმუნებული ვარ, რომ აგრძელოს კიდევაც. კრიზისი ნაციონალურ მოძრაობაში პარტია დროებითი თავმჯდომარისა და დროებითი მმართველობის სასარჩევად ემზადება. ჩააბარებს თუ არა პარტია გარდამავალ პერიოდში მართვის სადავეებს ნანუკა ჟორჟოლიანს ყრილობაზე გაირკვევა, რომელიც რამდენიმე დღეში გაიმართება. ყრილობის ორგანიზების საკითხებზე ნაცმოძრაობამ გუშინ პოლიცსაბჭოს სხდომაზე იმსჯელა, რომელსაც თავმჯდომარეობის მოვალეობის შემსრულებელი თინა ბოკუჩავა არ დასწრებია. აჭარაში მყოფი ბოკუჩავას ჩამოსვლას არც პარტია დაელოდა და არც თავად ბოკუჩავა ჩამოვიდა პროცესში მონაწილეობის მისაღებად. ნაციონალურ მოძრაობაში აღნიშნავენ, რომ ის თარიღის შესახებ ინფორმირებული იყო. ყველასთვის აბსოლუტურად იყო ცნობილი, როდის ჩატარდებოდა პოლიცსაბჭოს სხდომა, ძალიან დიდი ხნის წინ, მათ შორის მიხეილ სააკაშვილმა პოსტში დაწერა, რომ ივლისის ბოლოს, მათ შორის ეთერებში ვსაუბრობდით, რომ ივლისის ბოლოს ზოგმა მოახერხა რეგიონებიდან ჩამოვიდა უმეტესობა. პოლიცსაბჭოს ვინც არიან წევრები, უმეტესობა ჩამოვიდა რეგიონებიდან, ამ დროს ზოგმა მოახერხა ჩამოსვლა. თუ ვინც ვერ მოახერხა სამწუხაროა, მაგრამ თავმჯდომარის კანდიდატურებზე ჯერ განხილვა ყოფილა ეს საკითხი ჯერ დღის წესრიგში არ დგას და უახლოეს თვეების მანძილზე არ ეკრიბა. ზოგადად ნანუკა ჟორჟოლიანის შემოსვლა პირდაპირ შემიძლია რომ ყველა მიესალმება პარტიაში. ცუდი სერიალის ცუდი გაგრძელება, მაგრამ ერთხელ საყურებლად ღირს, რაც ხდება ნაცმოძრაობაში. მნიშვნელობა აქვს რა სიტყვის ჟორჟოლიანი, რა სიტყვის ბოკუჩავა, ან სხვა ნაცი, მთავარი ნაცი მიხეილ სააკაშვილი ყოველთვის დარჩება მათ ბელადად, მათ იდეურ ლიდერად, რომელიც არის მთავარი გამტარი უცხო მმართველობისა, უცხო ძალის ინტერესებისა, რომელსაც ჩამოყალიბებული ჰქონდა სისხლიანი მწამებლური სისტემა 2004-2012 წლებში. ბოკუჩავა იქნება, ის იქნება, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ასე რომ, რაც უნდათ ის უქნიათ, არანაირად. აი ჩვენ უბრალოდ რა ვიცი, გვერდიდან ვადევნებ თვალს კატასტროფის პირას რომ დადგნენ, ახლა ერთმანეთს კენ იშვენენ ხელს, ვინ დაუშვა ეს ფუნდამენტური შეცდომები, ახლა მოვსდით აზრად თავში, რომ ნაწილი ამბობს, რომ გონი შეცდომა დაუშვით, რომ პარლამენტში არ შევედით, მეორე ნაწილი ამბობს რაღაცა სხვას და ასე შემდეგ. ამიტომ ეს გამომდინარეობს ყველაფერი, რასაც უყურებთ იმ ფუნდამენტური შეცდომებისაგან, რაც მათ დაუშვეს და კატასტროფის პირამდე მიიყვანეს თავისი ორგანიზაცია.
აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს გენერალური პროკურორი აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრ შეხვდა გიორგი გვარაკიძე და ალი ასადოვმა ორი ქვეყნის კომპეტენტურ უწყებებს შორის არსებული მჭიდრო და ეფექტიანი თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. ხაზი გაისვა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პროკურატურების შორის თანამშრომლობის განსაკუთრებულ მიღწევებს და მომავალში ურთიერთთანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების თაობაზე ბრძანება გამოითქვა. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ღვთისიაშვილმა საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩთან შეხვედრა გამართა. მხარეებმა საქართველოსა და ინდოეთს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები მიმოიხილეს. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის საკითხს და თანამშრომლობის გაძლიერების გზებს სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო, ლოჯისტიკურ, ტურისტულ განათლებისა და სხვა სფეროებში. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით პოლიციამ სამი პირი დააკავა, მათ შორის ორი უკრაინის მოქალაქეა. ნივთმტკიცებად ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ალფა პვპ და მეფედრონი. პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკების დაფასვებისთვის საჭირო მასალები, დანაშაული 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და ყალბი დოკუმენტების გამოყენების ბრალდებით სამართალდამცველებმა ორი პირი დააკავეს. ერთის მიმართ კი სისხლის სამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო. გამოძიების ინფორმაციით ბრალდებულებმა ყალბი დოკუმენტაციის გამოყენებით დაზარალებული მოატყუეს და 17 ავტომანქანის შესაძენად გადარიცხულ 450,900 ამერიკულ დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ, რის შემდეგაც მიიმალნენ. დანაშაული 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით მგზავრობის საფასურის გამო ტაქსის მძღოლმა და არასრულწლოვანს შორის დაწყებული კონფლიქტის შედეგად დანაშაულში ბრალდებულმა პირმა ცივი იარაღის გამოყენებით ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა ტაქსის მძღოლს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა გორში მომხდარი დაჭრის ფაქტიც ხელკვალზე გახსნეს. დაკავებულია ერთი პირი. გამოძიების ინფორმაციით 30 ივლისს ბრალდებულმა გორში მდებარე ერთ-ერთ კაფე ბარში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის შედეგად ცივი იარაღი დაზიანებები მიაყენა ორ პირს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. ირკვევა, რომ ბრალდებულმა ქუთაისში გვიან ღამით ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებული ავტომანქანის გაქურთვა სცადა, თუმცა განზრახვა სისხლში ვერ მოიყვანა და ადგილიდან მიიმალა. ფაქტთან დაკავშირებით გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები. დანაშაულში შესაძლო მონაწილე სხვა პირის დადგენა დაკავების მიზნით. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 1 მაისიდან დღემდე ქვეყნის მასშტაბით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა, გადაზიდვა, რეალიზაციის 61 ფაქტი გამოავლინა. ამავე პერიოდში სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა 83 პირი, მათგან 38 დაკავებულია. ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი სხვადასხვა დასახელების 63,852 კოლოფი, უაქციზო სიგარეტი და ელექტროსიგარეტი, რომელთა საერთო საბაზრო ღირებულება 387,000 ლარს აღემატება. გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და შავი ზღვის დაბინძურებისგან დაცვის კომისიას შორის გაფორმებული საგრანტო პროექტის ფარგლებში, რომელიც შავ ზღვაში საზღვაო ნარჩენების წარმოქმნის შემდგომ შემცირებასა და პრევენციას ისახავს მიზნად, ბათუმში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების შედეგები წარადგინეს, ასევე საქართველოში საზღვაო ნარჩენების მონიტორინგის საუკეთესო პრაქტიკის გავრცელების შესაძლებლობებსა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს.
ევროკავშირის მხარდაჭერით ბარსელონას კონვენციის და შავი ზღვის კონვენციის დახმარებით 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა შავ ზღვაში ნარჩენების შემცირების, ღონისძიებების გეგმის შემუშავებას. გარემოს ეროვნული სააგენტო ჩართული იყო, შემუშავდა მონიტორინგის გეგმა, რომელიც სახელმძღვანელო დოკუმენტი იქნება შემდგომში ნარჩენების მართვის მონიტორინგის მიმართულებით შავ ზღვაში. იმერეთის რეგიონში ზესტაფონისა და საჩხერის მუნიციპალიტეტების სატყეო უბნების ადმინისტრაციული შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. დღესთან დაკავშირებული სერვისების მიღების გამარტივების მიზნით ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით ქვეყნის მასშტაბით ჯამში 10 ადმინისტრაციული შენობა მოეწყო. ახალი ადმინისტრაციული შენობები აშენდა ონში, ამბროლაურსა და ცაგერში, ხოლო სამშენებლო სარემონტო სამუშაოები დასრულებულია ლენტეხში, ასპინძაში, დუშეთში, საჩხერესა და ზესტაფონში. რეგიონული სატყეო სამსახურების გაძლიერებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით საქართველოს მასშტაბით აშენდა ახალი ადმინისტრაციული შენობები, რაც აგრეთვე ადგილობრივ მოსახლეობას გაუმარტივებს სააგენტოს სერვისების მიღებას. სააგენტოს ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება სატყეო რეფორმის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სამცხე-ჯავახეთში მიუსაფარი ცხოველებისთვის ინტერმუნიციპალური თავშესაფარი აშენდა. თავშესაფარი ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სხვილსში, ეგრეთ წოდებული ფარეხის ტერიტორიაზე განთავსდება და რეგიონის 6-ვე მუნიციპალიტეტს მოემსახურება. ამ ეტაპზე საპროექტო ხარჯ-აღრიცხვის დოკუმენტაციის მომზადების სამჭირო სამუშაოები მიმდინარეობს. ტერიტორიაზე უკვე ჩატარდა წინა საპროექტო გეოლოგიური კვლევა. პროექტირების დასრულების შემდეგ სამშენებლო სამუშაოებისთვის ტენდერი გამოცხადდება. თავშესაფრის მშენებლობა ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის ფარგლებში სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ხორციელდება. ახალციხეში ფარეხის ტერიტორიაზე დაიწყო მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის პროექტირების პროცესი. ადგილზე გეოლოგებმა პირველადი სამუშაოები ჩაატარეს. ძალიან მნიშვნელოვანია ეს პროექტი სამცხე-ჯავახეთისათვის, რისთვისაც განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაუხადო ცენტრალურ ხელისუფლებას, სურსათის ეროვნულ სააგენტოს. გლდანის რაიონის გამგეობა მორიგ ინფრასტრუქტურულ პროექტს მარკ ბრონშტეინის ქუჩაზე ახორციელებს. საგზაო სამუშაოების ფარგლებში ეწყობა სანიაღვრე და სადრენაჟის სისტემები. გარდა ამისა, იგეგმება 4000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარის დაგება და ტერიტორიის კაპიტალურად მოწყობა. ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 600,000 ლარამდე დაიხარჯება. მიმდინარე სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი პარლამენტის დელეგატ ვლადიმერ ბოჟაძესთან ერთად გაეცნო. გლდანის რაიონის გამგეობა აქტიურად აგრძელებს საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს. ამ ეტაპზე ბრონშტეინის ქუჩაზე მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. აღნიშნულ მისამართზე წვიმების დროს იქნებოდა სერიოზული პრობლემა, იტვორებოდა მოსახლეობა, იტვორებოდა კორპუსები, ასევე გადაადგილება იყო შეუძლებელი, რადგან არის გრუნტის ზედაპირი. პირველ ეტაპზე ეწყობა სანიაღვრეს ქსელი, ასევე სადრენაჟის სისტემა, ხოლო დაახლოებით 4000 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგება ასფალტის საფარი. გლდანის რაიონის გამგეობა ამ წელს 15-მდე პროექტს ახორციელებს, მათ შორის იმ პრობლემური ქუჩების, რომლებიც წლების განმავლობაში აწუხებდა ჩვენს მოსახლეობას, ეს იქნება როგორც სანიაღვრე, ასევე წყალარინების სისტემები. წალკის მუნიციპალიტეტში გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის საჯარო განხილვა გაიმართა. მუნიციპალიტეტის მერმა მოსახლეობას სამომავლო პრიორიტეტები გააცნო. მთავარი აქცენტი საგზაო და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის სრულ მოწესრიგებაზე, განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდასა და თანამედროვე საგანმანათლებლო გარემოს შექმნაზე კეთდება. სტრატეგია ასევე ითვალისწინებს ადგილობრივი ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას, რაც ახალი სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს. მუნიციპალიტეტში გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიის შემუშავება პრემიერ-მინისტრის დავალებით მიმდინარეობს, ხოლო პროცესის კოორდინაციას რეგიონული განვითარების სამინისტრო უზრუნველყოფს. განხილვას დაესწრო წალკის მოსახლეობა. სტრატეგიასთან დაკავშირებით იყო რამდენიმე კითხვა, რომელიც გააჟღერდა ჩვენ მოსახლეობისგან და ეს კითხვები და ეს სურვილები, რაც მათ გააჟღერეს, აუცილებლად იქნება განხილული და აუცილებლად აისახება 12 წლიანი სტრატეგიის გეგმაში. დღეს წალკის მუნიციპალიტეტზე განვიხილეთ 3 წლიანი გეგმა და გრძელვადიანი 12 წლიანი სტრატეგიული გეგმა. განხილვას ესწრებოდა წალკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა, მოусმინეთ მათი წინადადებები. დღეს ვესწრებოდი მუნიციპალიტეტის გრძელვადიანი გეგმის განხილვას. აბსოლუტურად ყველა
მიმართულებით იყო გამახვილებული ყურადღება, ახლო მომავალში დაიწყება ახალი სკოლის მშენებლობა. წყნეთის ტყე-პარკში დასუფთავების აქცია გაიმართა. თბილსერვის ჯგუფის ორგანიზებით ტერიტორია დაგროვილი საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან სრულად გასუფთავდა. კამპანიის მიზანი რეკრეაციული სივრცის მოწესრიგება, გარემოს დაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლება და მოქალაქეთა ჩართულობით დედაქალაქის ეკონომიკურ გაჯანსაღებაზე ზრუნვა. ეკოლოგიურ გაჯანსაღებაზე ზრუნვა. დასუფთავების ღონისძიებებში თბილსერვის ჯგუფის დირექტორი, ვაკის რაიონის გამგებელი, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი და ვაკის რაიონის დელეგატი ზურაბ რურუა მონაწილეობდნენ. თბილსერვის ჯგუფი ვახორციელებთ დასუფთავების აქციას. ეს არის პერმანენტული აქციების ერთ-ერთი ნაწილი, რომელსაც ყოველკვირეულად ვახორციელებთ შესაბამის სეზონებზე. ესეც არის გამწვანებული რეკრეაციული სივრცე, სადაც უამრავი ხალხი, ბავშვები სათამაშოდ იკრიბებიან, ოჯახებით მოდიან თბილისის მოსახლეობა, თუმცა საყოფაცხოვრებო ნარჩენით არის დაბინძურებული და საჭიროებს დასუფთავებას. ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული აქციის ჩატარება და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება დასუფთავებასთან დაკავშირებით. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით თბილსერვის ჯგუფს, თითოეულ თანამშრომელს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მსგავსი აქციის ჩატარებისთვის. და მოსახლეობას ვთხოვო, რომ გაუფრთხილდეს გარემოს და არ დააბინძუროს. ზევანდელი ინიციატივა და აქცია კიდევ ერთხელ შეახსენებს ჩვენ საზოგადოებას და ყოველ ჩვენთაგანს თუ რაოდენ მნიშვნელოვანი და აუცილებელია გარემოზე ზრუნვა. თბილისის საკრებულოში პროფესიული კოლეჯის სპექტრის სტუდენტების მიერ დამზადებული კერამიკული ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები თბილისის მერიის მომზადება-გადამზადების პროგრამის ისწავლე და დასაქმნის ფარგლებში შეიქმნა. კერამიკული ნაკეთობების დამზადების პროგრამა წელს 80-მდე პირმა გაიარა. მათ შორის იყვნენ ნომერ მე-5 ქალთა პენიტენციური დაწესებულების ბენეფიციარებიც. ღონისძიება თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით გაიმართა. კოლეჯ სპექტრში კერამიკის ლაბორატორია 2023 წელს თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. თბილისის საკრებულოში ვუმასპინძლეთ პროგრამა ისწავლე და დასაქმნის კურსდამთავრებულების კერამიკული ნამუშევრების გამოფენას. პროგრამა ისწავლე და დასაქმდი 2018 წლიდან ხორციელდება მუნიციპალიტეტის მიერ და ძალიან ბევრ ადამიანს ეძლევა შესაძლებლობა სრულიად უსასყიდლოდ შეიძინოს ახალი პროფესია. არაჩვეულებრივი გამოფენა ჩემი დაკვირვებით და ჩემი პირადი გამოცდილებით უკეთესი და უკეთესი თაობა თუ სპეციალისტები მოდიან ამ სფეროში. ეს იყო სპექტრის კერამიკის მიმართულების ნამუშევრების გამოფენა. მე მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო ქალბატონ თინათის, თბილისის საკრებულოს, ჩვენ თანამშრომლობთ, ვართ პარტნიორები, ძალიან ბევრი საინტერესო პროექტის განხორციელება მოგვიხდა ერთობლივად. ეს იყო ბოლო ინფორმაცია პირველზე, ერთმანეთს 4-ზე შევხვდებით დროებით.